ორი მღვინთავი სამხრეთ უელსში, ოგოფ აგენ ალუედის მღვიმის გრძელი წყალქვეშა მონაკვეთის პირველ გრევით ჩაყვინთვას ატარებს. ისინი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე რთული მღვიმის ცნობილ საზღვრებთან იმყოფებიან და ცდილობენ პირველები გახდნენ, ვინც ამ დადბორილ მონაკვეთს გადალახავს. ეს საკმაოდ შორეული ადგილია. ისინი უკვე სამ წყალქვეშა მღვიმის გვირაბში ჩაყვინთეს და მილის სიგრძეზე იარეს და იფორთხავეს მშრალ მღვიმეში, რომ აქამდე მოსულიყვნენ. ისინი ამ უცნობი გვირაბის სიღრმეში მაქსიმალურად შორს ჩაყვინთეს და ჟანგბადის მარაგიც ბოლომდე გამოიყენეს, როცა ის იპოვეს, რასაც ეძებდნენ. როცა ამ ნაპირს მიხვევიან ზედაპირზე ასასვლელად, ხვდებიან, რომ საშინელი შეცდომა დაუშვეს. 1964 წლის ზაფხულში მარტინ ფარი და როჯერ სოლარი ცდილობენ ახალი რეკორდის დამყარებას და გაბედულად მიდიან უფრო შორს და ღრმად, ვიდრე ვინმე სხვა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ცნობილ მღვიმეში, დიდ ბრიტანეთში. ისინი ითვლებიან თავიანთი თაობის ორ საუკეთესო ბრიტანელ მღვიმე მღვინთავად. მარტინ ფარი 23 წლის მღვიმე მღვინთავია. ის მღვიმეებში დადის 10 წლიდან და ბოლო 3 წელია მღვიმეებში მღვინთაობს. 23 წლის ასაკში ის უკვე გამოცდილი და წარმატებული მღვიმე მღვინთავია, რომელიც კარგად არის ცნობილი დიდი ბრიტანეთის მღვიმე მღვინთავთა საზოგადოებაში. ბოლო 3 წელია ის მღვიმეებში და წყალქვეშ მღვიმეებში მღვინთავ როჯერ სოლარისთან ერთად მღვინთაობს. სოლარი 24 წლისაა და ორივე მღვინთავს მსგავსი გამოცდილების დონე აქვთ. სოლარი დინსის ტყიდანაა, გლოსტერშირში და 12 წლიდან მღვიმეებში დადის და მღვინთაობს. როჯერ სოლარი თავდადებული და გამძლე მღვიმეების მღვინთავია. ის ცნობილია როგორც წარმატებული ადამიანი. ის რეგულარულად ასრულებს რთულ მღვიმეებში ექსპედიციებს, უფრო შორს მიდის მღვიმეებში და ახალ მიწისქვეშა მარშრუტებს ამსახავს რუკაზე. ერთად, მათ უელსსა და ირლანდიაში ახალი მღვიმეების მრავალი მილი აღმოაჩინეს და გამოიკულიეს, რითაც სახელი გაითქვეს. ფარი და სოლარი სურთ მღვიმეების კვლევაში საზღვრების გადალახვა, მათი წყალქვეშა ცურვის უნარვის უნარების გამოყენებით ყველაზე საშიშ და მიუწვდომელ მიწისქვეშა ადგილებში მისაღწევად. მაგრამ მათთვის ყოველთვის ადვილი არ არის შემდეგი გამოწვევის პოვნა, რათა კიდევ უფრო გაითქვან სახელი. 1970-იანი წლების დასაწყისში საუკეთესო მღვიმეები ხშირად უკვე სხვა მღვინთავების მიერ არის მონიშნული. სხვა მღვინთავი შეიძლება პირველი ყოფილიყო რომელიმე მღვიმეში, ან ყველაზე შორს წასულიყო და მასზე არაოფიციალური ნიშანი დაედო. ფარი და სოლარი იმედგაცრუებულები არიან იმით, რამდენი საუკეთესო კვლევითი ადგილი ვერ შეძლეს საკუთარ თავზე მიეთვისებინათ. მათი საცხოვრებელი ტერიტორია სამხრეთ უელსშია და ერთ-ერთი საუკეთესო მღვიმე დიდ ბრიტანეთში, ოგოფ აგენ ალუედი, ახლოს მდებარეობს. ისინი ამ მღვიმის გამოკვლევას სურთ, მაგრამ სხვა მღვიმეში მოსიარულე, სახელად ჯონ პარკერი, უკვე იკვლევს ამ მღვიმის სისტემას. ბოლოს ბედი მათ მხარესკად მოიხრება. ერთწლიანი უმოქმედობის შემდეგ ისინი ხვდებიან, რომ პარკერმა დაკარგა ინტერესი მღვიმის შემდგომი გამოკვლევის მიმართ. ეს აძლევს შესაძლებლობას ფარს და სოლარის გააგრძელონ მღვიმის გამოკვლევა იქიდან, სადაც პარკერმა შეწყვიტა. წყვილი შეეცდება აგენ ალუედის ბოლო ქვედაწყლის ბარიერებში შეღწევას. ოგოფ უელსურად ნიშნავს მღვიმეს. ოგოფ აგენ ალუედი არის მღვიმეთა სისტემა, რომელიც მდებარეობს ლანგატოპის ფერდობის კირქვის ქირქვის ქანებში, სამხრეთ უელსში. ის მდებარეობს აბერგავენის ქალაქის დასავლეთით და ახლოს პატარა ქალაქ კრიქჰოველთან. 20 მილისზე მეტი გამოკვლეული დერეფნებით, ეს არის მეოთხე ყველაზე გრძელი მღვიმე დიდ ბრიტანეთში. მღვიმე პირველად გამოიკვლია კაცმა სახელად ბად ბრაიან პრაისი 1949 და 1950 წლებში. მხოლოდ 1947 წელს შეძლო ჰერეფორდის მღვიმეების კლუბმა მღვიმის პირველ ქვის ბლოკადაზე გავლა, რაც წარმოადგენს ქვებისა და ნამსხვრევების გროვას, რომელიც ბლოკავს მღვიმის დერეფანს. ამ პირველ ქვის ბლოკადის შემდეგ მღვიმე იხსნება გრძელ და რთულ მღვიმურ სისტემად, სადაც სხვადასხვა მარშრუტია გამოსაკვლევად. მას აქვს ფართო დერეფნები, სადაც არის აუზები, კირქვის წარმონაქმნები და დადბორილი მონაკვეთები. გარდა იმისა, რომ აგენ ალუედი პოპულარული მღვიმეა, ის ასევე მნიშვნელოვანი ბუდობის ადგილია ღამურებისთვის. ყოველ ზამთარს ასობით იშვიათი პატარა ცხენის ნალისებრი ღამურები მიდის მღვიმეში დასაბუდებლად. 1947-ის შემდეგ აგენ ალუედის შემდეგი მნიშვნელოვანი გამოკვლევა მაშინ დაიწყო, როცა ჯონ პარკერმა მღვიმის ბოლო, ქვედაწყლით სავსე სიფონებში ღვინთვა დაიწყო. მღვიმის პერსპექტიული მონაკვეთი, რომელიც შეიძლება მილის აუთვისებელ ტერიტორიას გვთავაზობდეს, მაგრამ ჩვეულებრივი გამოკვლევისთვის ის დაბლოკილია წყლით სავსე სიფონებით ან წყალქვეშ ჩაძირული მღვიმის დერეფნებით. ისინი შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე და შეიძლება იყოს სტატიკური, სადაც წყალი არ მიედინება, ან აქტიური, სადაც წყალი მუდმივად მიედინება მათში. პარკერი სხვა მღვინთავებთან ერთად აგენ ალუედის სიფონებში ღვინთავდა, რათა მღვიმის ცნობილი საზღვრები გაეფართოებინა.
სიფონში ღვინთვის შემდეგ მღვიმის მღვინთავები ხშირად აღმოაჩენენ, რომ საბოლოოდ ამოდიან მღვიმის ახალ მშრალ ნაწილში, სადაც შეუძლიათ ფეხით სიარული. და პარკერმა იპოვა მღვიმის მოკლე მშრალი მონაკვეთები სიფონებს შორის, რომლებშიც იგი ღვინთავდა. ბოლო მცდელობისას პარკერი აღწევს მესამე სიფონში. ღვინთვის დროს მას ჰაერის მარაგი უმცირდება და ვერ ახერხებს სიფონის ბოლომდე მისვლას, რომ ნახოს იხსნება თუ არა ახალი მშრალი მონაკვეთი მღვიმეში. დღეს აგენ ალვედი პოპულარული მღვიმეა და მათთვის, ვისაც სიფონებში ღვინთვა არ სურს, ზედა ნაწილებში უამრავი რამ არის საძიებელი. მღვიმის, რომელსაც აგის სახელითაც იცნობენ, შესასწავლად მღვიმეში შესასვლელად საჭიროა ნებართვა და გასაღები. ასევე შესასვლელთან უნდა ჩაწერონ, რომელ მარშრუტს აირჩევენ, რათა დაკარგვის შემთხვევაში მათი პოვნა გაადვილდეს. როგორც მე გავიგე, ეს რთული მღვიმეა. მშრალი ზედა ნაწილი 6-დან 8 საათამდე სავალგზას მოითხოვს. მღვიმის წყალქვეშა ბოლო ნაწილში, ქვედა დინების ციფლიფანებში გავა, სრულიად სხვა საქმეა და ასეთი ექსპედიცია წინასწარ დაგეგმვას საჭიროებს. ვთქვათ, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მარშრუტი 3 საათია შიგნით და 3 საათი გარეთ, მსუბუქი ზურგჩანთით, წყლისა და საკვებისათვის. სოლარი და ფარი უნდა ატარონ თავიანთი წყალქვეშა აღჭურვილობა და რამდენიმე ცილინდრი მღვიმეში. ისინი ვერ ატარებენ ამდენ აღჭურვილობას მარტო. ამიტომ სჭირდებათ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან, ხოლო მათ თავის მხრივ სჭირდებათ საკუთარი მარაგები. 1964 წლის მაისში წყვილი მზად არის წასასვლელად. მათ ყველაფერი დაგეგმილი აქვთ და მათთან ერთად მცირე მეგობრების ჯგუფი მიდის, შერპების მსგავსად. ესენი არიან მღვიმეების მოყვარული მეგობრები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან ექსპედიციის მონაწილეობის შესაძლებლობით და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, რათა ერთ დღეს საკუთარი ექსპედიცია უხელმთვანელონ. ექსპედიციამდე ცოტა ხნით ადრე სოლარი მუხტს იდგენს. მას არ შეუძლია გაიაროს 1 მილის სიგრძის დამღლელი მონაკვეთი, რომელსაც სამხრეთის ნაწოდება ის ნაკადული ეწოდება და სადაც მღვიმეებს სრიალი და გაჭირვებით გავლა უწევთ, რათა მიაღწიონ ქვედა ნაკადის ბოლო სიფონებს. მით უმეტეს, როცა ამდენი აღჭურვილობის დარება უწევთ. ამიტომ პირველ მოგზაურობაზე ისინი თანხმდებიან, რომ ფარი მარტო წავა. ფარი ნახავს, რამდენად შორს შეძლებს ამ მოგზაურობაში მღვიმეში შესვლას. შემდეგ კი ისინი ერთად გააგრძელებენ კვლევებს მოგვიანებით. მღვიმეებში მღვინთავებისთვის მარტო ღვინთვა უჩვეულო არ არის. რეალობა ისაა, რომ როგორც კი მღვიმეში ღვინთავ, ფაქტობრივად მარტო ხარ, ან საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი. თუნდაც ექსპედიციაში სხვა მღვინთავებიც იყვნენ. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ სოლარი ალბათ გრძნობდა თითქოს რაღაცას აკლდა. ისინი ერთად გეგმავდნენ ამას და შემდეგ უიღბლობისა და ტრაუმის გამო სოლარის გვერდზე დაჯდომა მოუწია. ბოლო ღვინთვაზე ჯონ პარკერს მესამე სუმში ღვინთვისას უკან დაბრუნება მოუწია. პირველი და მეორე სუმპები უფრო მოკლეა ვიდრე მესამე სუმპი და პარკერს საკმარისი ჰაერი არ ჰქონდა, რომ მესამე სუმში უფრო შორს წასულიყო და უკან დაბრუნებისას მეორე და პირველ სუმპებში გამოსვლა შეძლებოდა. ის მესამე სუმში 200 მეტრზე ოდნავ მეტი იყო შესული, როცა გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო. ჩემი გამოთქმებით ეს უფრო გრძელია ვიდრე პირველი და მეორე სუმპები ერთად. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ გადიხარ გრძელ, ბნელ წყალქვეშა მღვიმეში და ყოველ მოსახვევში იმედოვნებ, რომ შემდეგი მოგიყვანს ჰაერის კამერამდე. მანამდე იქ არავინ ყოფილა და მღვიმე კიდევ გრძელდება. ერთ მომენტში წარმომიდგენია ფიქრობ, რომ ეს არასდროს დასრულდება. როგორც მკვლევარი გინდა გააგრძელო, მაგრამ როგორც რაციონალური ადამიანი, იცი რომ საკმარისი ჟანგბადი არ გაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ უსასრულო დიარო გვირაბებში, როცა არ იცი როდის დასრულდება. ფარი ან ცდელობისას მესამე სუმში დამატებით რამდენიმე ჟანგბადის ბალონს იღებს. ის უნდა დარწმუნდეს, რომ საკმარისი ჟანგბადი აქვს, რომ გააგრძელოს გზა და იპოვოს ბოლო. წყალში შესვლისას არ იცის, შეძლებს თუ არა უფრო შორს წასვლას ვიდრე ჯონ პარკერი. დარწმუნებული ვარ ფიქრობ და კიდევ რამდენი გზა იქნებოდა დარჩენილი, ან საერთოდ იქნებოდა თუ არა ჰაერის ჯიბე მეორე ბოლოში. შესაძლებელია უბრალოდ ჩიხი იყოს. ყოველ შემთხვევაში მაინც შეძლებდა მღვიმის დასასრულის მონიშნას, მაგრამ შეიძლება კიდევ იყოს რაღაც და სწორედ ეს არის სიხარული. როდესაც ის უახლოვდება იმ წერტილს, სადაც პარკერმა შემოbrunდა, ალბათ ეკითხება საკუთარ თავს, კიდევ რამდენი უნდა იაროს, რომ გაიგოს. აღმოჩნდა, რომ არც ისე შორს. პარკერის საზღვრის გადაცილებიდან მხოლოდ 30 მეტრის შემდეგ ის ზედაპირზე ამოდის. მესამე სუმპლი 259 მეტრიანია. როდესაც მეორე მხარეს ზედაპირზე ამოდის, ის ხდება პირველი ადამიანი, ვინც გამოქვაბულის ახალი მშრალი ნაწილი აღმოაჩინა. წყლიდან ის ანათებს ფარანს მღვიმეში და ხედავს უზარმაზარ დერეფანს, რომელიც სიბნელეში ქრება. ის წყლიდან ამოდის, ტოვებს თავისი მღვინთავის აღჭურვილობას და მიდის გამოქვაბულში. შემიძლია წარმოვიდგინო, ეს ის აღმოჩენაა, რომელზეც მღვიმეებში მღვინთავები ოცნებობენ. ის პირველი ადამიანია, ვინც იქ მივიდა და სოლარი ამ განსაკუთრებულ აღმოჩენას ხელიდან ანუშვებს. არის გრძელი მონაკვეთები ფართო, ღია გვირაბებისა. იქ გავლა მარტივია, საინტერესო კირქვისა და ქვის ფორმაციებით.
არის მონაკვეთები, სადაც მას ფრთხილად უწევს ვიწრო ნაპრალებში გავლა, შემდეგ კი ბნელი, ღრმა და ნაწილობრივ წყლით დაფარული ადგილებია. ეს მღვიმის ახალი მონაკვეთი გრძელდება 550 მეტრი, სანამ ჯერი დაქვეითებას დაიწყებს. აქ ფარი კიდევ ერთ წყალქვეშა სუმს პოულობს, აგენ ალუედის მეოთხე სუმს. ფარი თავის ექსპედიციის ჯგუფს უერთდება და გუნდი მღვიმიდან გამოდის, რათა სოლარის შეხვდეს. შემდეგ კი პაბში მიდიან საზეიმოდ. დარწმუნებული ვარ, სოლარისთვის ეს აღნიშვნა ტკბილ მწარე იყო. რა თქმა უნდა, ის აღფრთოვანებული და შეიძლება ითქვას ამაყიც იქნებოდა თავისი მეგობარი ფარის გამო, მაგრამ ამავდროულად სრულიად განადგურებული იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი გამოდო. ორივე ყურადღებას მეოთხე სუმბისკენ მიმართავს. მეორე დღეს ისინი იწყებენ მღვინთაობის დაგეგმვას და ალბათ ცოტა დროს ოცნებაში ატარებენ იმ მღვიმეზე, რომელიც იქ შორს იმალება. ერთი თვის შემდეგ, შაბათს 1974 წლის 15 ივნისს, ფარი და სოლარი ბრუნდებიან აგენ ალუეთში, რათა გააგრძელონ თავიანთი კვლევა. ისინი ერთად ჩაყვინთავენ, მაგრამ თითოეული იმოქმედებს როგორც სოლო მღვინთავი. როგორც სოლო მღვინთავები, ისინი პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ქმედებებზე და ნებისმიერ დროს შეუძლიათ უკან დაბრუნება, ხოლო მეორე გააგრძელებს მართვა. ისინი გამოქვაბულში შევიდნენ თავიანთი მღვინთავის აღჭურვილობით და მცირე გუნდით, რომელიც დაეხმარება მათ საჭირო ნივთების დარებაში, მზად ხანგრძლივი კვლევისთვის. გამოქვაბულის მღვინთაობა აგენ ალუედის ტერმინალურ სუმპებში ნიშნავს, რომ შენი აღჭურვილობა უნდა ატარო გამოქვაბულის რთულ მშრალ მონაკვეთებში, რომლებიც მილებზეა გადაჭიმული, სანამ წყალქვეშა ნაწილამდე მიაღწევ. ისინი დადიან, ცოცავენ და ზოგჯერ ვიწრო ადგილებში იჭრებიან გამოქვაბულის გასასვლელებში. ზოგი ძალიან ვიწრო ხრელია, სადაც ადამიანი ძლივს ეტევა. ჯგუფი თითოეულ აღჭურვილობას ხელიდან ხელში გადასცემს ამ ვიწრო გასასვლელებში. მათ შორის მათ უნდა ატარონ 100 კილოგრამზე მეტი აღჭურვილობა მღვიმის სისტემაში, მხოლოდ იმისთვის, რომ პირველ სუმპამდე მივიდნენ. ხარდამჭერი ჯგუფი პირველ სუმპამდე მიდის და იქიდან ფარი და სოლარი მარტო აგრძელებენ გზას. მათი კვლევის დასაწყისში თითოეულ მღვინთავს 3 ჰაერის ბალონი აქვს. მღვიმის რული წყალქვეშა გვირაბებში სანავიგაციოდ და მღვიმის ჩექმების წყვილი მღვიმის მშრალი მონაკვეთებისთვის. 3 ბალონი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მათ შეძლონ პირველი და მეორე სუმპების გავლა, შემდეგ მესამე სუმპის გავლა და მეოთხე სუმპში შესვლა. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს საკმარისი ჟანგბადი იქნება იმისთვის, რომ მიაღწიონ მეოთხე სუმპის ბოლომდე და შემდეგ საკმარისი ჟანგბადი ექნებათ, რომ დაბრუნდნენ მეოთხე, მესამე, მეორე და პირველ სუმპებში. მშრალ მღვიმეში, რომელიც მეორე და მესამე სუმპებს შორისაა, თითოეული მათგანი ტოვებს ნახევრად დაცლილ ბალონს, რომელიც იქამდე მისასვლელად გამოიყენეს. ეს პატარა თადპოლის ბალონებია და გამოსვლისას ისევ გამოიყენებენ. ისინი აგრძელებენ გზას მესამე სუმპში დარჩენილი 2 ბალონით. 259 მეტრიანი მესამე სუმპი უპრობლემოდ გადიან. როცა ამოდიან ზედაპირზე, იცვამენ მღვიმის ჩექმებს, მიემართებიან მღვიმის 550 მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ფარმა აღმოაჩინა და მიიწევენ მეოთხე სუმპის დასაწყისისკენ. აქ მათ მეგობრების დახმარება აღჭურვილობის დარებაში არ აქვთ. გზა რთულია, მაგრამ მხოლოდ 9 საათი სჭირდებათ, რომ შემდეგი ღვინთვის დასაწყისამდე მივიდნენ. ისინი უყურებენ წინ არსებულ ბნელ აუზს და ემზადებიან წყალში შესასვლელად. ამ ეტაპზე 2 მღვინთავი უკიდურესად იზოლირებულ ადგილას იმყოფება. ისინი მიწის ქვეშ, მღვიმეში, რამდენიმე მილით სიღრმეში არიან და ახლა აპირებენ ჩაყვინთონ საშიშ, უცნობ წყალქვეშა მღვიმის გვირაბში. გადარჩენა თუნდაც მღვიმის მშრალ ნაწილში, ესეთ ადგილას ძალიან რთულია და მათთან მისასვლელად დიდი დროა საჭირო. თუ წყალქვეშ რამე არასწორად წავა, სრულიად მარტო ხარ. შემიძლია წარმოვიდგინე, რომ ისინი შიშისა და მღელვარების ნაზავს გრძნობენ. ისინი გადაწყვეტენ, რადგან ორივე კვლევით ჩაყვინთვას აკეთებს, რომ პირველად პარტნიორობის განმავლობაში ჩაყვინთავენ ერთმანეთთან ახლოს. ფარი ჩვეულებრივ ლიდერობს. ბოლოს ფარმა მარტო ჩაყვინთა და თავისი მეგობრის გარეშე გრანდიოზული აღმოჩენა გააკეთა. ისინი ერთად სურთ ახალი გზის გაკვალვა. დარწმუნებული ვარ, რომ ფარს სურს მისმა მეგობარმა იგრძნოს აღმოჩენის ის განცდა, როგორც სოლარის თავად უნდა, მაგრამ ისინი მაინც დამოუკიდებლად ღვინთავენ. თუ რომელიმე მღვინთავი ნებისმიერ მომენტში იგრძნობს გაურკვევლობას, შეუძლია დაბრუნდეს და მეორე მღვინთავი მარტო გააგრძელებს. ისინი ცვლიან რეგულატორებს ბოლო სავსე ბალონზე. ბალონები, რომლებსაც ისინი იყენებენ მესამე სიფონზე გასავლელად, აღარ არის სავსე. ისინი მაინც წაიღებენ ამ ბალონებს წყალქვეშა გასასვლელში, როგორც რეზერვს აბსოლუტური გადაუდებელი შემთხვევისთვის. იდეალურ შემთხვევაში რეზერვულ ბალონს თავისი რეგულატორი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ესენი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცხოვრებას ახლა იწყებენ და მათ არ აქვთ ბიუჯეტი რამდენიმე სარეზერვო აღჭურვილობისთვის.
თუ მათ რეზერვული ბალონიდან ჰაერი დასჭირდებათ, მთავარი ბალონის რეგულატორი უნდა გამოიყენონ. რთულია წყალქვეშ რეზერვულ ბალონზე გადართვა. საუკეთესოა ეს გაკეთდეს ჰაერის ჯიბეში ან სუმპის მეორე მხარეს, მაგრამ მღვინთავები არ გეგმავენ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ რეზერვული ბალონების გამოყენება მოუწიოთ. მიპოვე სტატია, სადაც წერია, რომ სოლარის ბალონები ოდნავ დადებითად ამოტივტივებადი იყო და მას ნაკლები ტვირთი ჰქონდა. ალუმინის ბალონები, როგორც წესი, ოდნავ დადებითად ამოტივტივებადია, განსაკუთრებით მღვინთაობის ბოლოს, როცა შიგნით ჰაერი ნაკლებია. ალუმინი უფრო მსუბუქია ვიდრე ფოლადი. ვარაუდობ, რომ მას ალუმინის ბალონები ჰქონდა. თუ შენი აღჭურვილობა დადებითად ამოტივტივებებელია და შენ საკმარისი ტყვია არ გაქვს წონის ქამარზე, რომ დააბალანსო ეს ამოტივტივება, იძულებული ხარ ფეხებით იმუშაო, ან ბიძგი მისცე, რომ ქვემოთ იცურო და თავი აარიდო მღვიმის ჭერზე აფოლას. შენ მუდმივად ჩართული ხარ, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. მეტი ჰაერი გჭირდება, რადგან მუდმივად აქტიურად ცურავ და თან სულ ფიქრობ, რომ მღვიმის ჭერს არ დაეჯახო. რაც კიდევ უფრო ზრდის შენს გონებრივ დატვირთვას. ფარის ბალონები, როგორც ამბობენ, უარყოფითად ამოტივტივებადია. ფოლადის ბალონები ყოველთვის უარყოფითად ამოტივტივებადი დარჩება ან ჩაიძირება. სოლარისგან განსხვავებით, ფარი უბრალოდ ცოტა მეტ ჰაერს უმატებს თავის BCD-ში და ნეიტრალურ ამოტივტივებას აღწერს. მღვიმეში ნეიტრალური ამოტივტივება მნიშვნელოვანია. ენერგიას არ კარგავ ქვემოთ ცურვაში. და კიდევ ერთი ნაკლები რამ გაქვს, რაც გონებას დაგიბინდავს, რაც გაძლევს საშუალებას კონცენტრირდეს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაზე. ფარი, როგორც წესი, პირველი ჩადის, მას მოხვება სოლარი. ასე განვითარდა მათი გუნდური მუშაობა. ზუსტად არ ვიცი რატომ. შესაძლოა ფარი უფრო მეტი აღჭურვილობითაა, ან ოდნავ უფრო გამოცდილია ვიდრე სოლარი. სუმპ 4-ში ჩაყვინთვისას სოლარი პირველი მიდის. ფიქრობ, რადგან ფარმა მარტო ჩაყვინთა სუმპ 3-ში და აღმოაჩინა საოცარი გასასვლელი სუმპ 3-სა და 4-ს შორის, ახლა ორივეს უნდა, რომ შემდეგ დარბაზში სოლარი შევიდეს პირველი. სოლარი წინსვლისას თავის სპელეო ხაზს მღვინთავის კოჭიდან უშვებს. ამ ხაზს გამოიყენებენ, რომ submerged გვირაბში შესვლა და გამოსვლა შეძლონ. სოლარის აქვს 122 მეტრი ხაზი, ხოლო ფარი, რომელიც მასთან ახლოს მიყვება, დამატებით 300 მეტრი ხაზს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია, ორივე ელოდება, რომ სუმპ 4-ში ჩაყვინთვა ხანგრძლივი იქნება. დაახლოებით 4 ან 5 წუთის შემდეგ სოლარი იწყებს სიგნალების მიცემას, რომ მას სინუსებთან პრობლემები აქვს. ეს ხშირად ხდება სოლარისთან, როცა ის სიღრმეში ყვინთავს. ეს ის პრობლემაა, რომელსაც მან უკვე ადრე შეეჯახა. ფარი აძლევს მას სიგნალს, რომ თუ რამე არასწორადაა, უკან უნდა დაბრუნდეს. მაგრამ სოლარი აშკარად მტკიცედ არის განწყობილი და აგრძელებს სუმპ 4-ში წინსვლას ფარის წინ, თან გზად თავის ხაზს აწყობს. სუმპ 4-ის გვირაბი ქვემოთ იხრება და როცა სოლარი ჩადის, წყლის წნევა მის სინუსებს უფრო და უფრო უჭერს. ტკივილი ძლიერდება, რაც მის დისკომფორტსა და მენტალურ დატვირთვას ამძაფრებს. ფარი ეკონტაქტება მას, რომ კითხოს, სურს თუ არა დაბრუნება, მაგრამ სოლარი მაინც აგრძელებს გზას. სუმპის დასაწყისიდან 120 მეტრში სოლარის მღვიმის თოკი მთავრდება. ცარიელი კოჭი იჭრება და ფარი თავის თოკს სოლარის თოკზე აბამს, შემდეგ კი ლიდერობას ილებს. ფარი ამოძმებს სიღრმის საზომს, რომელიც 15 მეტრ წყლის სიღრმეს აჩვენებს. წინ არსებული მღვიმე კიდევ უფრო ქვემოთ ეშვება. ორივე მღვინთავი აცნობიერებს, რომ ეს გრძელი და ღრმა ჩაყვინთვა იქნება. ისინი აგრძელებენ გზას, ნელა ეკაჩებიან, ცურავენ და ცოცავენ წყალქვეშა მღვიმეში. ფარი უყურებს წნევის საზომს და ხედავს, რომ მესამე ზღვარს უახლოვდება. მღვიმეების მღვინთავები მესამეების წესს მისდევენ. ბალონში არსებული ჰაერის 1/13 შესასვლელადაა, 1/13 გამოსასვლელად, ხოლო 1/13 გადაუდებელი შემთხვევისთვის ინახება. ეს მარტივი წესია. ბალონის 1/13-ით ჩადიხარ და შემდეგ ბრუნდები უკან. თუ ბალონის ნახევრით ჩახვალ და შემდეგ პრობლემას წააცლები, რაც შენს მოძრაობას შეანელებს, საკმარისი ჰაერი აღარ გეყოფა დროულად გამოსასვლელად. ჰაერის 1/13-ის რეზერვში დატოვება უსაფრთხოების ზომაა. ფარი იცის, რომ რამდენიმე წუთში უნდა დაბრუნდეს. მას ასევე იცის სოლარი, რომელსაც ოდნავ პატარა ბალონები აქვს და შესაბამისად, ოდნავ ნაკლები ჰაერი ექნება ვიდრე მას. ფარი აგრძელებს გზას მას შემდეგ, რაც თავის მესამე ზღვარს მიაღწევს. რამდენიმე წუთი გადის, მაგრამ ფარი გადაწყვეტს, რომ კიდევ ცოტა წინ წავიდეს. ის სიგნალს აძლევს სოლარის, რომ თვითონ გააგრძელებს გზას და სოლარი უნდა დაბრუნდეს, თუ ამის საჭიროება ექნება. ის ფიქრობს, რომ სოლარი დაბრუნდება. სოლარი გამოცდილი და პასუხისმგებლიანი მკვინთავია და მან გონიურული არჩევანი უნდა გააკეთოს. სოლარისთვის სიგნალის მიცემის შემდეგ ფარი შემოდრიალდება და აგრძელებს იმას, რასაც ფიქრობს, რომ სუმპ 4-ში სოლო გამოკვლევაა. მაქვს გამაღიზიანებელი შეგრძნება, რომ სოლარი ყველაფერს აკეთებს, რომ არ გამოტოვოს შემდეგი აღმოჩენა. ეს მინახავს სხვა მღვიმეების მღვინთავებშიც, რომლებიც თითქოს თავიანთ მიზანზე არიან გადართული.
სოლარის აქვს ბუიანტობისა და სინუსების პრობლემები, რაც მის ფსიქოლოგიურ დატვირთვას ზრდის. მიმოსვლა აგრძელებს დაღმასვას 21 მეტრამდე სიღრმეზე და დაახლოებით 30 მეტრის შემდეგ ფარი ხედავს ციცაბო ხრეშის ფერდობს მღვრიე წყალში, რომელიც ზევით მიემართება. ის იმედოვნებს, რომ ეს ზევით მიდის ჰაერის ჯიბემდე, ან უკეთეს შემთხვევაში კიდევ ერთ მღვიმემდე. ის უყურებს წნევის მაჩვენებელს, მას თითქმის ნახევარი ბალონი ჰაერი დარჩა. ის იცის, რომ გაგრძელება საშიშია. ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა იმის გაფიქრებაც კი, რა ფაქტორები განსაზღვრავს უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას. სოლარი და ფარი ამას უკვე თვეებია გეგმავენ. თუ ახლა უკან დაბრუნდება, ვინ იცის, როდის შეეცდებიან შემდეგ ჯერზე. იქნება თუ არა ვინმე სხვა, ვინც რიგში ჩადგება და შემდეგ დიდ აღმოჩენას გააკეთებს. აქ მოსასვლელად მთელი მათი აღჭურვილობა დასჭირდათ, რომ ექსპედიციას ბაზის ბანაკში მეტი აღჭურვილობა ქონოდა, მეტი ჟანგბადის ბალონი, უკან დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნებოდა. ფარიმ უკვე გააკეთა ერთი დიდი აღმოჩენა და ალბათ მასზე გარკვეული ზეწოლაა, რომ კიდევ გააკეთოს ახალი აღმოჩენები. ამიტომ არსებობს დიდი мотиваცია, რომ კიდევ ცოტა წინ წავიდეს და გარდა ამისა, თუ ჰაერს იპოვის, შეიძლება გაჩერდეს და დაისვენოს. მას ექნება დრო, რომ გონება გაიწმინდოს და შემდეგ სწრაფად შეძლებს გამოქვაბულის ხაზს გახვეს უკან იმ საოცარ მღვიმემდე, რომელიც წინა მცდელობისას აღმოაჩინა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი დიდი მღვიმის აღმოჩენის მაცდუნებელი სურვილიც თავის როლს თამაშობს. ის სწრაფად მიიწევს ხრეშის ნაპირზე, იმ იმედით, რომ ზემოთ ჰაერს იპოვის. როგორც კი მაღლა ადის, ჯერ კიდევ ჩანს, რომ ხრეშის ნაპირი ზედაპირზე გაგრძელდება. ის ამოწმებს სიღრმის საზომს, 1 მეტრი წყალი. ის წყლის ზედაპირის ქვემოთაა. ის ეძებს ჰაერის ჯიბეს და გამოქვაბულში კიდევ უფრო შორს მიდის. ფარი იმდენად ახლოსაა წყლის ზედაპირთან, რომ შეუძლია ხელი გაიწოდოს და შეეხოს მას. მაგრამ ყველაფერი, რასაც ის პოულობს, არის გამოქვაბულის ჭერი, რომელიც წყლის ზედაპირის ქვეშაა. ის მარჯვნივ იყურება და ხედავს, რომ გამოქვაბულის ზედა ნაწილი იმავე დონეზე გრძელდება, ჰაერი კი არსად ჩანს. ის გადაწყვეტს კიდევ უფრო გარისკოს იმაზე, რაც უკვე რისკია. ის მიცურავს იმ მიმართულებით, საითაც იყურება, იმ იმედით, რომ გამოქვაბულის ჭერი მაღლა აიწევს და ჰაერის ჯიბეს იპოვის. ის აგრძელებს ცურვას გამოქვაბულის ჭერის გასწვრივ. ამის ნაცვლად გამოქვაბული ჩადის პატარა ნიშაში და 10 მეტრზე ნაკლებ მანძილში ის ვერტიკალურ კედელს ეჯახება. ფარი საფრთხეშია, ჰაერი არ არის. ის უყურებს წნევის მაჩვენებელს და მას ბალონში ნახევარზე ნაკლები ჰაერი დარჩა. მას აქვს რეზერვის ბალონი მესამე სამპიდან, მაგრამ უნდა რომ წყლის ქვეშ რეგულატორის გადართვას თავი აარიდოს, თუ შეძლებს. რეგულატორის ერთი ბალონიდან მეორეზე გადართვა წყლის ქვეშ რთული და საშიშია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება განიხილოს. უმჯობესია თავიდან აიცილოს. დღეს სერიოზული მღვიმეების მკვლევარები არ ჩაყვინთავენ რამდენიმე სარეზერვო სისტემისა და თითოეულ ბალონზე რეგულატორის გარეშე. და მას სჭირდება სარეზერვო ბალონი, რომ დაბრუნდეს მესამე წყალქვეშა გვირაბის გავლით. მას ნამდვილად სჭირდება დაბრუნება ძირითადი ბალონის ჰაერით. სტრესი იზრდება და ფარს გარკვევით აზროვნება უჭირს. ის ემზადება ქვემოთ ჩასასვლელად და შემდეგ იმ დერეფანში ასასვლელად, რომელიც სუმპის დასაწყისში დაბრუნებისკენ მიდის, რაც შეიძლება სწრაფად. და შემდეგ, როცა ის გასასვლელად ბრუნდება, წარმოუდგენელი ხდება. ის ხედავს სოლარის, რომელიც მასზე მაღლაა დერეფნის ჭერზე და ჰაერს ეძებს. მან არასდროს შემოbrunდა. ფარი სოლარისთან მიცურავს და ანიშნებს, რომ უნდა გამოვიდნენ სამპიდან. სოლარი არაფერს უბრუნებს ნიშნით. ფარის სიგნალი საკმარისად ნათელია. ფარი თავის მღვიმის კოჭას გვერდზე ტოვებს, რომ სოლარი მიხვეს და ხაზზე სწრაფად მიიწევს წინ. ის აღწევს ხრეშის ნაპირზე ყველაზე ღრმა წერტილს. სწრაფად ეშვება და გზაში ყურეში წნევას სწორად ვერ ათანაბრებს. ახლა კი სერიოზული ტკივილი აქვს. მის თავს სტრესი, ტკივილი და ფიზიკური დაღლილობა ერთდროულად აწვება, რადგან გვირაბში სწრაფად გასვლას ცდილობს, მაგრამ მაინც უნდა გააგრძელოს მოძრაობა. შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ბურუსიან წყალში გვირაბს უკან მიუყვება, ხან მიწვრება, ხან ცურავს. ცდილობს იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მეთოდური. თან ცდილობს სუნთქვა თანაბარი შეინარჩუნოს, რომ დარჩენილი მცირე ჰაერი არ დაკარბოს. ის აგრძელებს მოძრაობას იმ ხაზის გასწვრივ, რომელიც თავისი რულონიდან გაავლო და ზუსტად იმ წერტილამდე, სადაც მისი ხაზი სოლარის ხაზს უერთდება. ეს არის 122 მეტრი მღვიმიდან და სუფთა ჰაერიდან ის ჩერდება. ის გადაწყვეტს და იცადოს, რომ დარწმუნდეს, სოლარი მიხვება თუ არა. მას ეჩვენება, რომ დიდხანს დგას იქ, მაგრამ მაინც ელოდება. ის იქ მხოლოდ 1 წუთითაა, ძალიან გრძელი წუთით. ის ჯერ კიდევ 122 მეტრზეა სუმპის დასაწყისიდან. მისი მთავარი ბალონი თითქმის ცარიელია. ის ფიქრობს დაბრუნდეს და სოლარი მოძებნოს, მაგრამ იცის, რომ ჰაერის მარაგი არ ყოფნის გვირაბში უკან დასაბრუნებლად. უნდა გავიდეს.
ის აგრძელებს ზედაპირზე დაბრუნებას, ცდილობს რაც შეიძლება მშვიდად დარჩეს, ამ დროს კი ძლიერ თავის ტკივილს ებრძვის. ფარი ამოდის ზედაპირზე მეოთხე სუმპის შესასვლელთან. იმ წამს, როცა ზედაპირზე თავს ამოხობს, საოცარი შვება ეუფლება. ყურებში აუდანელი ტკივილი აქვს და ძლიერი თავის ტკივილი აწუხებს. ის დგას აუზში, თავი ხელებში აქვს ჩარგული დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ფიქრობს, ხომ არ მიიღო სერიოზული ტრავმა. ვერ უპოულობ ამაზე რაიმე ინფორმაციას, მაგრამ გონია, რომ აქ ორი რამ მოქმედებს. დიახ, მან წნევა მოახდინა თავის ყურის პარაბნებზე, რაც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. გონია, რომ მან თავი ზედმეტადაც გადაიჭვირთა და ჰაერის დასაზოგად ეგრეთ წოდებული skip breathing-ს მიმართა. Skip breathing-ი ნიშნავს, რომ სუნთქვას მცირე ხნით იკავებ. წყლის ქვეშ წნევა იზრდება და როცა სუნთქვას იკავებ, ნახშირორ ჟანგის ეფექტები შეიძლება ძალიან ძლიერი თავის ტკივილი გამოიწვიოს. ბოლოს და ბოლოს ის ნელ-ნელა აცნობიერებს სიტუაციის რეალობას და ბოლო 30-დან 40 წუთის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს. ის მარტო დგას აუზში. სოლარი ჯერ კიდევ სუმშია. მისი ერთადერთი არჩევანია დაჯდეს და დაელოდოს, როდის ამოვა მისი მეგობარი ზედაპირზე. ფიქრები იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ამ დროისთვის ალბათ უკვე რა მოხდა, მის მეგობართან აწამებს მას. არაფერი შეუძლია გააკეთოს გარდა იმისა, რომ ნაპირზე დაჯდეს და დაელოდოს. ის უყურებს წყლის ზედაპირს, იმედით რომ ნახავს თოკი როგორ შეირხევა. ქაფიანი ბუშტების ჯგუფი ზანდად ტრიალებს და წყლის ზედაპირზე ჩუმად მოძრაობს. ფარი ფიქრობს ისევ შევიდეს წყალში და სოლარის მოძებნას ცადოს. ტანჯველი ლოდინის შემდეგ ფარი აცნობიერებს, რომ რამდენიმე საათი გავიდა. მას უჩნდება აზრი, რომ აღარ აქვს აზრი იქ დარჩენას. იგი გადაწყვეტს სულ მცირე სცადოს და შეამოწმოს სუმპის პირველი მონაკვეთი. მას სასოწარკვეთილად ცოტა ჟანგბადი დარჩა და ეს ნიშნავს, რომ ისევ წყალში უნდა შევიდეს იმ ბალონით, რომელიც სჭირდება, რომ უკან გამოვიდეს 259 მეტრიანი სუმპი 3. იგი გადაწყვეტს, რომ მაინც შევა და დაათვალიერებს. იგი იცვის ვანს აღჭურვილობას, შედის წყალში და მზად არის ჩაყვინთვისთვის. ეხლა თითქმის დარწმუნებულია, რომ იპოვის თავისი მეგობრის უსულოს ხელს. ის ნაზად ქაჩავს თოქს, რომ დაჯიმოს, სანამ შიგნით შევა. მას არ უნდა, რომ თავისუფალ თოქში გაეხვიოს, მაგრამ როცა ქაჩავს, ხვდება, რომ თოკი მოდუნებულია. ის კიდევ ერთხელ ქაჩავს თოქს, რომ დაჯიმოს. თოკი უბრალოდ შემოდის, როცა ქაჩავს და ხვდება, რომ რაღაც არასწორადაა. ის არაფერს არ არის მიბმული. ის ვერ ჩაყვინთავს მოშვებული თოკის გაყოლებით, ამიტომ აგრძელებს მის გამოკაჩვას. როდესაც ის ამოაქვს 130 მეტრი თოკი, სწორედ იმ კვანძის შემდეგ, სადაც ორი თოკი ერთმანეთს უერთდება, იმ წერტილთან ახლოს, სადაც სუმში უკან გამოსვლისას გაჩერდა და დაელოდა, აღმოაჩენს, რომ თოკი დანით არის გაჭრილი. როდესაც სოლარი გვირაბიდან უკან ბრუნდებოდა, ალბათ თოქში გაება და თავის გასათავისუფლებლად მოუწია მისი გაჭრა, ფარის უკან, საკმაოდ ახლოს. თავის გათავისუფლებისას სავარაუდოდ მან ორიენტაცია დაკარგა და გვირაბში დაიკარგა. ის დრო, რაც თოქში გაბმულმა გაატარა, იმას ნიშნავდა, რომ უბრალოდ ჰაერი გაუთავდა. იმ წერტილიდან ასეთ ცოტა ჰაერით ვერსად წავიდოდა. ფარი აცნობიერებს, რომ მისი მეგობარი გარდაიცვალა და ამ სიტუაციაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ფარი აგროვებს თავის ნივთებს და გვირაბში უკან ბრუნდება, ემზადება 3 წყალქვეშა მონაკვეთის გასავლელად, რომლებიც მას და მღვიმის გამოსავალს შორისაა. მას შემდეგ, რაც ფარი და მისი გუნდი აგინავითი და ნავითიდან გამოდიან, იწყება სამაშველო ოპერაცია. პირველი მცდელობა, რომელიც მალევე იწყება, გადადებულია წყალქვეშ ცუდი ხილხადობის გამო. მეორე მცდელობა 5 დღის შემდეგ ჯონ პარკერთან ერთად ხდება, მაგრამ ის მხოლოდ მეოთხე სუმპში, მხოლოდ მცირე მანძილზე აღწევს. ის სოლარის ცხედარს ვერ პოულობს. ძებნელობითი სამუშაოები კვლავ გრძელდება და მთლიანობაში 2760 საათი იხარჯება როჯერ სოლარის საძებნელოდელად. მიუხედავად ამ ძალისხმევისა, მისი ცხედარი ვერ პოულობენ. შემთხვევიდან 7 წლის შემდეგ 1991 წელს ფარი კიდევ ერთხელ ჩადის აგენ ალვედის მეოთხე სუმპში. მისთვის ეს გამოცდილება ტრაუმული აღმოჩნდა. ის გამოქვაბულში 215 მეტრს გადის ჰაერის, ჯიბის პომის გარეშე, სანამ უკან დაიხევს. ის სოლარის სხეულს ვერ პოულობს. კიდევ 5 წლის შემდეგ 1986 წელს ორი მღვინთავი, იან როლანდი და ჯულიან უოკერი, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ მეოთხე წყალქვეშა გვირაბში. ისინი პოულობენ როჯერ სოლარის სხეულს წყალქვეშა გვირაბში 220 მეტრში, ფარის წინა ზღვარს ოდნავ მიღმა. მაგრამ სხეულის ამოყვანა ძალიან სახიფათოა, რადგან ისინი უკვე ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან ასეთ უკიდურესად შორეულ ადგილას. ისინი ტოვებენ სოლარის სხეულს და ის დღემდე რჩება მეოთხე წყალქვეშა გვირაბში.
მარტინ ფარი შემდეგში მსოფლიო დონის გამოქვაბულის მღვინთავი გახდა. რეკორდები დაამყარა და მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანეს მღვინთაობის ექსპედიციებში. დღეს ის გამოქვაბულის მღვინთაობას ასწავლის და თავისი გამოცდილების შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი. ქვემოთ დავტოვებ მულს მის წიგნზე, რომელიც ამ მღვინთაობის შესახებ არის.